თქვენ რატომ არ გერჩით დიდად ბიძინა ივანიშვილი, როგორ ფიქრობთ? ჩემთვის ყოველთვის გამაოგნებელია ხოლმე რომ ამას მეკითხებიან, იმიტომ რომ წამოგეთ არის ორი პარტია. ერთს ქართული ოცნება ერჩის, მაგრამ ის პარტია სასწაულებრივ არჩევნების წინ 40 მილიონს შეოვლობს და ქართულ ოცნებაზე მეც ხარჯავს ზოგ შემთხვევაში ბილბორდების რაოდენობით რო დავთვალოთ და მეორე პარტიას არ ერჩის. მაგრამ ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის და ამბობს რომ დაგაფინანსებთო 1000 ლარის შემოწირობა ეშინია. ანუ ნებართვა არის ქართული ოცნების მიღებული 1000 ლარი რო ვიღაცა ბიზნესმენმა შემომწიროს. ხო და თქვენ ამბობთ რომ მე არ მერჩის? უბრალოდ თელი იდეა ამაში რომ ბიძინა ივანიშვილი ასე ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს, ფინანსებს კეტავს. თქვენ არ იცით, თქვენ ტელევიზიის ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, რომ თავარი ინსტრუმენტი ეს არის. თქვენ ხო არ გიგზავნოთ არავინ ილაპარაკოს თქვენ გსურს. მაგრამ აქეთ არის პირობითად, რა ვიცი, იმედი და უამრავი სხვა რესურსი, რომელსაც 1000 ჯერ მეტ ყულს იტყვის. რანერი სიმართლე უნდა თქვა და ჩაახშოს ნებისმიერ სიმართლეს. ეს არის ბრძოლის მეთოდი. და ამას რო დაუპირისპირდეთ, კიდევ ფული და ფულს თუ ჩაგიკეტავენ, ხო შენ უკვე საფრთხეს აღარ წარმოადგენ. და ჩვენ ფულის სულ ჩაკეტილი გქონდა, რაც მე ამ პარტიაში ვარ, ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება, რომ სხვებს არ უკეტავენ. ფაქტად ვიცით, რომ ზოგიერთ მინიმუმ ზოგიერთებს არ უკეტავენ. ხო ვიცით ეს. და ვიცით რომ ამ ზოგიერთებმა არაფერი არ თქვეს იმის თაობაზე, საიდან შევეს ეს ფული. ხო და ამიტომ მე არ ვიცი, მე ზუსტად ვიცი რომ მე სულ მებრძვიან, იმიტომ რომ ვხედავ, როგორც კი ჩვენმა ეკლესიამ ბიბლიოთეკაში არის უნდა ფული სერიოზული წყარო გახდა, თავდაცვის კოდექსი მიიღეს ბოლოს და ბოლოს. აქამდე არ აწუხებდათ, იმიტომ რომ აქამდე ფულს აწევდა ზოგ საერთოდ უფასოდ ვაძლევდით და 1000-ობით ლარი არაფერს აწყვეტს ჩვენ ქვეყნის მასშტაბში. მაგრამ როგორც კი ამ ეკლესიამ 100,000-ზე მეტი შემოსავალი დაწერა, უცბად თავდაცვის კოდექსი შემოიტანეს. იმიტომ რომ თავარი რაც არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ბრძოლის არის ფულის ჩაკეტვა. ასეთ კითხვას დაგისვამ. უფრო მეტი ფული რო გქონდეთ, აი რო არ იყოს რაღაც ეს ფულის წყარო თქვენი პოლიტიკური გუნდისთვის ჩაკეტილი და ბიზნესსაც თავისუფლად შეეძლოს რაღაც თავისი კონტრიბუცია შემოიტანოს თქვენს საქმიანობაში, უფრო რაღაც სერიოზული მეტოქე იქნებოდი? კი, რა თქმა უნდა, ელემენტარულად წარმოიდგინეთ, მე მაგალითად მივიჩნევ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ოპოზიციას აქვს, არასწორი კონტრპროპაგანდა ქართული ოცნების პროპაგანდის წინააღმდეგ. და თქვენ ხო გაქვთ თქვენი ტელევიზია გაქვთ, ლაივები გაქვთ, რატომ ტელევიზია გვაქვს და ჩვენ ტელევიზიას მე რომ გქონდეს რამდენიმე 100,000 ლარით მეტი თვეში, ჩვენ ტელევიზია თქვენ ტელევიზიის რეიტინგის გახდებოდა. და მე ვნახოთ როგორ იქნებოდა ჩვენი ცოტა ბევრი წელი დაგჭირდებოდათ რომ გებუშავათ. ცხადია, მაგრამ 11 წლის შანსი გაგვიშდებოდა უფრო კვალიფიციური ხალხი და ბევრი ადამიანი აგვეყვანა მაგალითად. თქვენ ხო გესმით რომ ტელევიზიის ფუნქციონირების ფული ერთ-ერთი გადამწყვეტი ამბავია, ხო? იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ხალხი ხო გჭირდება, ხალხს ხელფასი ჭირდება, კვალიფიციური ხალხს მაღალი ხელფასი ჭირდება. და ამიტომ საბოლოო ჯამში კი რა თქმა უნდა რესურსი იქნებოდა, ბევრად მეტი იქნებოდით, ბევრი ადამიანი მეყოლებოდა, თანამშრომლები ოფისები იქნებოდა რეგიონებში, ასე შემდეგ. ყველაფერი ფულია საბოლოოდ. ანუ ფულობაა თქვენი პრობლემა. ნებისმიერი პარტიის, რომელიც სინამდვილეში ქართულ ოცნებას დაპირისპირებაში არის, არავის არ ქონია არასდროს ფული.